ცხოვრება გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე მერვე ლექცია. როდესაც ადამიანის ცხოვრებას სამყაროს ყოფიერებასთან მიმართებაში, ჩვეულებრივი ადამიანური აღქმის ორგანოების სახელმწიფო აზროვნების ორგანოს მეშვეობით ვჭრეთ, ამ დროს ცხადდება მხოლოდ სულ მცირე უმნიშვნელო ნაწილი იმისა, რაც თავად ადამიანს ეხება და რაც ვერ ხსნის, ვერ გარეშემოწერს სამყაროს უმნიშვნელოვანეს იდუმალებებს. ეს განსაკუთრებით შეიგრძნობა მაშინ, როდესაც ადამიანი გამოიმუშავებს თუნდაც უმცირე უნარს სხვა კუთხით, კერძოდ ძილის მდგომარეობიდან შეხედოს სამყაროს. დამეთანხმებით, რომ ის, რაც ძილის დროს ხდება, თანამედროვე ადამიანის ცნობიერებისთვის, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ცალკეულ შემთხვევებს, დაფარულია. დაძინებიდან გამოღვიძებამდე ადამიანი ვერაფერს ხედავს. თუკი ადამიანის განვითარებაში დგება მომენტი, როდესაც იგი მზადაა დაკვირვება აწარმოოს ძილის პროცესებზე, მას უწინარესად განეცხადება ის, რაც უშუალოდ ადამიანს ეხება და რაც დღის ცნობიერებისგან დაფარულია. ეს იმით აიხსნება, რომ ცხადში, ანუ მთელი დღის მანძილზე, ჩვენი აზროვნების განსჯის იარაღი არის ტვინი. ჩვეულებრივ ცხოვრებაში ფიქრისა და აზროვნების დროს ჩვენ თავად უნდა აღძვრათ ტვინის მოქმედება და სწორედ ეს გვიზღუდავს მასზე დაკვირვების შესაძლებლობას. იგივე შეიძლება ითქვას გრძნობათა ორგანოებზეც. მაგალითად, თვალს არ ძალუძს დააკვირდეს თავის თავს, როდესაც ის სხვა რაიმესაგან საკვირდება და საერთოდ მთელ ადამიანზე. ასე გამოდის, რომ ჩვენ თავს საკუთარი ზურგით დავათრევთ, მაგრამ მასზე დაკვირვება, მის არსში ჩაღრმავება არ ძალგვიც. ჩვენი მზერა გარე სამყაროსკენაა მიმართული და სავსებით მოკლებული ვართ შესაძლებლობას გავაცნაუროთ ჩვენივე საკუთარი თავი. ყოფიერების უდიდესი იდუმალებანი კი სწორედ ადამიანშია შთაბეჭდილი და არა გარე სამყაროში. იდუმალთმეტყველებიდან ცნობილია, რომ ჩვენი გარემომცველი ბუნების სამი სამეუფო, მინერალური, მცენარეული, ცხოველური, ერთგვარ ჩამორჩენილ მდგომარეობაში იმყოფება. ნორმალური პროგრესი განიცადა მხოლოდ იმ უმნიშვნელოვანესმა საწყისმა, რომელიც ევოლუციის პროცესში მთელი მიწიერი ყოფიერების მანძილზე ადამიანის არსებასთან იყო დაკავშირებული. როდესაც ადამიანი მინერალურ, მცენარეულ და ცხოველურ ყოფიერებას ჭვრეთს, იგი ფაქტიურად გარე სამყაროში აღიქვამს იმას, რაც მის პირად ყოფიერებაში მოგონებათა სფეროს შეესაბამება, რაც მეხსიერებაში ინახება. როდესაც ადამიანი მეხსიერებაში კვლავ აცოცხლებს იმას, რაც მისმა სამშვინველმა ოდესღაც განიცადა, იგი ფაქტიურად განჭვრეტს წარსულის მოვლენას, ანუ რაც ჯერ კიდევ ასე თუ ისე განაგრძობს თავის მოქმედებას და როგორც იტყვიან გალეული სანთელივით მშვიდავს. მაგრამ როდესაც ადამიანი მოგონებებს ეძლევა, ამ დროს თვალთუხილავი, მაგრამ ცოცხალი, ნამდვილი მისი იმწუთიერი მშვინვერი არსებობა ხელიდან უწყლდება. მასზე დაკვირვება ადამიანს არ ძალუძს. მეხსიერება მთელი თავისი წარმოდგენებით არის რაღაც ისეთი, რაც ერთგვარად ჩვენსავე ცოცხალ მშვინვერ ყოფიერებასთანაა შენივთებული. უფრო ზუსტად კი მის წიაღში ცხოვრობს, მაგრამ არ წარმოადგენს უშუალოდ ცოცხალ ყოფიერებას. იგივე მდგომარეობაა გარე სამყაროშიც. მინერალურ, მცენარეულ და ცხოველთა სამყაროში ცხოვრობენ ღვთაებრივ სულიერ არსთა მიერ უშორეს წარსულში ნაფიქრი აზრები, რომლებიც დღემდე განაგრძობენ არსებობას ისევე, როგორც ჩვენი მოგონებები ცხოვრობენ ჩვენს მშვინვერ ყოფიერებაში. ამიტომ ჩვენს ირგვლივ გარე სამყაროში სუფევენ არა უშუალო ცოცხალი აზრები ღვთაებრივი სულიერი არსებებისა, არამედ ღმერთების მოგონებებში გაცოცხლებული უძველესი წარმოდგენები, ღმერთების დღემდე შემონახული აზრები. მეხსიერების მეშვეობით ჩვენ თითქოს და ვებღაუჭებით სამყაროს შემოქმედების ერთპაწია უმნიშვნელო ნაწილს. ეს ის ნაწილია, რაც დასაბამიერი შემოქმედებიდან ყოფიერებაში გადმოვიდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სამშვინველში მოგონებათა სახით ცოცხლობს სამყაროს მიერი შემოქმედების ყველაზე უწინარესი საფეხური, ქმნადობის მყისიერი საფეხური. მაგრამ სულ სხვა სურათს ვაწყდებით მაშინ, როდესაც სულიერად ვიღვიძებთ ძილის დროს. გარე სამყარო, ანუ ყოველივე გარე სივრცობრივი ამ დროს აღარ არსებობს. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ,
პროცესები, რომელთაც ადგილი აქვს მინერალურ, მცენარეულ, ცხოველურ სამყაროში და ასევე ადამიანის ფიზიკურ ორგანიზაციაში, გარე ადამიანში, ჩვენთვის დაფარულია. სამაგიეროდ ვიცით, რომ ყველაზე რეალური და მოქმედი ჩვენი მხედველობის არეში არის თავად ადამიანის განმანახლებელი და მაცოცხლებელი შემოქმედებითი საწყისი. ზუსტად და სიტყვით ადამიანს განეცხადება ის, რისი აღქმაც დღის ცნობიერებით ყოვლად შეუძლებელია. მხოლოდ მაშინ გაითავსებს იგი იმ აზრებს ღვთაებრივ სულიერმა არსებებმა, რომ მოუყარეს თავი. მოუყარეს თავი იმ მიზნით, რათა მინერალურ, მცენარეულ და ცხოველურ ყოფიერებაზე ამაღლებული არსება ადამიანის შეექმნათ. ამრიგად, თუ კი სამყაროს ფიზიკური განჭვრეტისას ძალგვით ვიხილოთ ყველაფერი, თვინიერ თავად ადამიანისა, სულიერი ჭვრეტის მეოხებით, ანუ ძილის მდგომარეობიდან ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანს ვხედავთ. აქედან მომდინარეობს ის, რომ ხედვა, რომელიც ჩვენში ცოცხლდება მაშინ, როდესაც ძილში ნათელმხილველები ვხდებით, ანუ სულიერად ვიღვიძებთ, არის რაღაც ახალი და უჩვეულო. თავად ფიზიკური სხეული კი, ანუ ფიზიკური და ეთერული სხეულები მშვიდ და უდრტვინვალ ძილს რომ ისცემიან, იგივე ძილის მდგომარეობიდან განჭვრეტისას ნგრევის უწყვეტი პროცესის სურათ წარმოგვიდგენენ. ამ მხრივ გამონაკლისია მძინარე ახალშობილი ბავშვის სხეული, რომელშიც ბუნების სხვა სამეუფო თათვის ნიშნეული მუშაობა მიმდინარეობს. მართალია, ყოველღამე ძილში ზრდისა და განახლების ძალები აბათილებენ დამანგრეულ ძალებს, მაგრამ მათი რაღაც ნაწილი მაინც რჩება და საბოლოოდ გადაამეტებს რა გარკვეულ ზღვარს იწვევს სიკვდილს. ბუნებრივი სიკვდილი ხანდასხმულ ასაკში იმის შედეგია, რომ დამანგრეველი ძალების ნამეტმა მიაღწია იმ ზღვარს, რომლის იქით აღმდგენელ ძალებს ვეღარ ძალუძთ მისი გაწონასწორება. ეს პროცესი ძილის ნათელხილვით აღიქმება ბუნებრივად, ყოველგვარი სინანულის გარეშე, რადგან ვიცით, რომ ადამიანი ჭეშმარიტ სულიერ განვითარებას სწორედ ნგრევის პროცესის შედეგად აღწევს. არც ერთ არსებას არ ძალუძს სიაზროვნოს და განავითაროს მშვენიერი ცხოვრება, თუ კი იგი არ დაანგრევს თავის სხეულს. ორგანიზმში მიმდინარე ნგრევის პროცესები ადამიანის მშვენიერი ცხოვრების უცილობელ პირობად და ზეცით ბოძებულ წყალობად უნდა იქნეს მიჩნეული. ამრიგად, თუ კი სამყაროს ფიზიკური განჭვრეტისას ძალგვით ვიხილოთ ყველაფერი, თვინიერ თავად ადამიანისა, სულიერი ჭვრეტის მეოხებით, ანუ ძილის მდგომარეობიდან ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანს ვხედავთ. აქედან მომდინარეობს ის, რომ ხედვა, რომელიც ჩვენში ცოცხლდება მაშინ, როდესაც ძილში ნათელმხილველები ვხდებით, ანუ სულიერად ვიღვიძებთ, არის რაღაც ახალი და უჩვეულო. თავად ფიზიკური სხეული კი, ანუ ფიზიკური და ეთერული სხეულები მშვიდ და უდრტვინელ ძილს რომ მიესცემიან, იგივე ძილის მდგომარეობიდან განჭვრეტისას ნგრევის უწყვეტი პროცესის სურათს წარმოგვიდგენენ. მართალია, ყოველღამე ძილში ზრდისა და განახლების ძალები აბათილებენ დამანგრეულ ძალებს, მაგრამ მათი რაღაც ნაწილი მაინც რჩება და საბოლოოდ გადაამეტებს რა გარკვეულ ზღვარს, იწვევს სიკვდილს. ბუნებრივი სიკვდილი ხანდაზმულ ასაკში იმის შედეგია, რომ დამანგრეველი ძალების ნამატმა მიაღწია იმ ზღვარს, რომლის იქით აღმდგენელ ძალებს ვეღარ ძალუძთ მისი გაწონასწორება. ეს პროცესი ძილის ნათელხილვით აღიქმება ბუნებრივად, ყოველგვარი სინანულის გარეშე, რადგან ვიცით, რომ ადამიანი ჭეშმარიტ სულიერ განვითარებას სწორედ ნგრევის პროცესის შედეგად აღწევს. არც ერთ არსებას არ ძალუძს სიაზროვნოს და განავითაროს მშვენიერი ცხოვრება, თუ კი იგი არ დაანგრევს თავის სხეულს. ორგანიზმში მიმდინარე ნგრევის პროცესები ადამიანის მშვენიერი ცხოვრების უცილობელ პირობად და ზეცით ბოძებულ წყალობად უნდა იქნას მიჩნეული. ზე მიწიერი ცნობიერების მდგომარეობაში ერთგვარი სიხარულის და აღმაფრენის გრძნობაც კი ეუფლებათ, რაკიღა ფიზიკური სხეულის თანდათან დაშლა ძალუძთ. ასე რომ ძილის მდგომარეობაში ადამიანს სრულიად ახლებურად აღვქვამთ როგორც ვიზუალურად, ასევე მისი შეგრძნებების და წარმოდგენების მხრივ. ძილისმიერი ცნობიერების ჭრილში ადამიანის სხეული
რღვევის და დეგრადაციის პროცესის სურათს იძლევა. თუ კი განვიხილავთ ცხოვრებას გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე, დავინახავთ, რომ რაღაც დროის მანძილზე, არა მარტო კამალოგის პერიოდში, არამედ მის შემდეგაც, ადამიანი გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებასთან ერთობლივ თავისი წინა მიწიერი ცხოვრებითაც ცხოვრობს. შემდეგ დგება დრო, როდესაც გაცილებით უფრო მაღალი გაგებით, ვიდრე ძილისმიერი ცნობიერების პირობებში, რადიკალურად იცვლება ადამიანის ჩვეული წარმოდგენები და აღქმები. რით აიხსნება ეს? აქ დედამიწაზე ადამიანი თავისი არსებიდან ჭვრეტს გარესამყაროს, რომელიც მისთვის უცხოა, რამდენადაც მის საკუთარ ფიზიკურ სხეულს არ წარმოადგენს. ხოლო აღნიშნული შემოbrunების შემდეგ ადამიანი გარესამყაროს მხოლოდ უმნიშვნელო ხარისხში აღიქვამს. ძირითადად იგი განჭვრეტს იმას, რასაც ადამიანის ფიზიკური სხეული შეიძლება ეწოდოს. დიახ, იგი განჭვრეტს ადამიანის ფიზიკურ სხეულს და წდება მთელ მის იდუმალებებს. გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის დგება მომენტი, როდესაც საკუთარ თავს იმგვარად შევიგრძნობ თითქოს და მთელი სამყარო, მთელი კოსმოსი ჩვენშია განივთებული, ხოლო ჩვენ გარეთ მხოლოდ ადამიანის სხეულია. როგორც საკუთარ სხეულში შევიგრძნობთ კუჭს, ღვიძლს, ელენთას, ასეთივე შეგრძნება გვეუფლება ვარსკვლავეთის და საერთოდ ციური სამყაროების მიმართ. მთელი სამყაროს საკუთარი არსების წიაღ ვატარებთ მთელ სამყაროს. რაც კი მიწიერ ცხოვრებაში არის გარეგანი, შინაგანად გადაიქცევა, ხოლო ჩვენ საკუთარ სხეულს იმგვარად ვჭვრეტთ, რომ დედამიწიდან როგორც დედამიწიდან ვარსკვლავებს, ღრუბლებს და ასე შემდეგ. თუ კი გსურს ვიცოდეთ კონკრეტულად, რა ფიზიკურ სხეულზე აქ ლაპარაკი, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ის, რაც ახალი ადამიანის სახით შემოდის ფიზიკურ ყოფიერებაში, თავისი არსის თვალსაზრისით მზადდება არა ჩასახვის მომენტიდან, არამედ დაბადებამდე გაცილებით ადრე. ეს ფაქტი სრულებითაც არ ეწინააღმდეგება გარემეცნიერულ მტკიცებას, რომლის თანახმად ადამიანი თავის წინაპართა მემკვიდრეობითი ნიშნების მატარებელია. თუმცა ასეთივე სიმართლეა ისიც, როდესაც მიუთითებენ კარმაზე და სხვა გარემოებებზე. სახელდობ იმაზე, რომ გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების გარკვეული მომენტიდან ადამიანი იწყებს ძალთა თავმოყრას. ეს ძალები მაღლიდან ზემოქმედებენ მის იმჟამად უკვე დედამიწაზე მცხოვრებ წინაპრებზე. კარგა ხნით ადრე ფიზიკურ განსხეულებამდე ადამიანი იდუმალ კავშირს ამყარებს თავის წინაპართა მთელ შტოსთან. ხშირია შემთხვევები, როდესაც წინაპართა რამდენიმე თაობას რაღაც კონკრეტული თვისებები დაჰყვება, რაც ნიშნავს, რომ ამ წინაპართაგან საუკუნეების შემდეგ უნდა დაიბადოს ადამიანი, რომელიც ამთავითვე არეგულირებს სულიერი სამყაროდან თავის მამა-პაპათა მონაცემებსა და თვისებებს. ასე რომ გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის გარკვეული მომენტიდან ადამიანი თავისი მომავალი მიწიერი ცხოვრების მომზადებაზე რუდუნებს. მაგრამ ადამიანი როგორც 4-წევრა არსება არ წარმოადგენს საკუთრივ მემკვიდრეობით წარმონაქმნს, დამოკიდებულს მხოლოდ და მხოლოდ მიწიურ პროცესებზე. ჩვენ ვიცით, რომ ფიზიკურმა სხეულმა დასაბამი დაიდო ძველ სატურნზე და მზის, მთვარის და დედამიწის პერიოდების გამჭოლ ვითარდებოდა. ფიზიკური სხეული ჩაისახა ძველ სატურნზე. მზის პერიოდში მან შეინივთა ეთერული სხეული, მთვარის პერიოდში ასტრალური სხეული, ხოლო დედამიწაზე მიიღო მე. ამგვარი თანდათანობითი შევსება შეწევრიანების გამო ფიზიკური სხეული მუდმივ ცვალებადობას განიცდიდა. სადღეისოდ ფიზიკური სხეულის ზემო აღნიშნულ წევრთაგან ხილულია მხოლოდ ის, რაც დედამიწის სუბსტანციიდან მივიღეთ. დანარჩენი წევრები უხილავია. ფიზიკური სხეულის ხილვადობას განაპირობებს ის, რომ ინივთებს რა მიწიერ სუბსტანციას, იგი მას სისხლად გარდაქმნის და ამ სისხლით მსჭვალავს თავის უხილავ არსებას. ასე რომ ადამიანის თვალი ხედავს მხოლოდ სისხლს და სისხლის გარდაქმნის შედეგად მიღებულ პროდუქტს, ესე იგი ადამიანის ფიზიკური სხეულის 1/4. დანარჩენი 3/4 უხილავია. უპირველეს ყოვლისა არსებობს თვალით უხილავი ჩონჩხი. ამ უხილავ ჩონჩხში ადგილი აქვს უხილავ დინებებს,
რომლებიც ძალების სახით ვლინდება. ამ უხილავ დინებებში შეინიშნება ცალკეულ დინებათა უხილავი ურთიერთზემოქმედება. როგორც აღვნიშნე, ეს ყველაფერი ჯერ ისევ უხილავია და აი ეს სამჯერადად უხილავი იმსჭვალება რაღაც ისეთით, რაც თავის მხრივ წარმოქმნის მასაზრდოებელ საშუალებებს, რომლებიც სისხლად გარდაიქმნება და ავსებს ამ უხილავ წარმონაქმნს. მხოლოდ ამ პროცესის წყალობით ხდება ფიზიკური სხეული ხილვადი და მხოლოდ ამ ხილვადი სხეულის კანონების მეშვეობით უკავშირდება ადამიანი მიწიერს. სხვა ყველაფერი ზემიწიერი გარემოებებიდან მომდინარეობს და განასახიერებს იმას, რაც კოსმიური პირობებიდან წარმოიშვება. ეს არის ის, რაც წინ და წინ მზადდება ჩვენთვის. იმ მომენტისთვის, როდესაც ადამიანის პირველი ფიზიკური ატომი იწყებს მოქმედებას. ამრიგად, დიდი ხნით ადრე, ფიზიკურ დაბადებამდე, დედმამის ფიზიკური კავშირის გარეშე მზადდება ის, რაც მომავალში ადამიანის სხეულებრივ ორგანიზაციას წარმოადგენს. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ადამიანის წინასწარ მომზადებულ სხეულებრივობაში მემკვიდრეობითი პირობების შემუშავება. სწორედ ამ სულიერი ემბრიონის, სულიერი ჩანასახის ჩამოყალიბებას ჭვრეტს ადამიანის მშვენიერი არსება სულიერ სამყაროში გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის. გარკვეულ ეტაპზე ეს არის ადამიანის გარესამყარო. ყურადღება მიაქციეთ განსხვავებას. როდესაც ადამიანის ნათელხილვური ცნობიერება იღვიძებს ძილის დროს, იგი აკვირდება ფიზიკური სხეულის განუწყვეტელი ინგრევის პროცესს. ხოლო გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების გარკვეული მომენტიდან ადამიანი თავისი ფიზიკური სხეულის აღმშენებლობითი შემოქმედების მოწმეა. სამწუხაროდ ადამიანს არ გააჩნია უნარი მოგონების სახით მაინც შეინარჩუნოს ამის განცდა. ჭეშმარიტად, ის, რასაც ადამიანი ამ დროს ხედავს, თავისი სიდიადით ბევრად აღემატება ყოველივე იმას, რაც კი მან შეიძლება იხილოს სხეულს მიჯაჭვული მხედველობის ორგანოს მეშვეობით. იქნება ეს ვარსკვლავთა სამყარო თუ გარე ფიზიკური სამყარო. დიახაც, საოცარია ყოფიერების იდუმალებები, როდესაც გრძნობიერად გამჭვრეთ მათ. მაგრამ კიდევ უფრო დიდი საოცრებაა, როდესაც ვხედავთ, რომ გარე ხილულს საკუთარ არსებაში ისევე ვატარებთ, როგორც შინაგან ორგანოებს და საკუთარი მზერით ერთიანად მსჯვალავთ ადამიანის სხეულის ქმნადობის პროცესს, მთელი მისი იდუმალებებით ურთ. ამ დროს ჩვენ ვხედავთ, როგორ ილტვის, როგორ მზადდება ყოველივე იმისთვის, რათა ბოლოს და ბოლოს გადაეშვას ფიზიკურ ყოფიერებაში. ყოველგვარი გარეგნული განჭვრეტა უკვე შექმნილისა და არსებულისა არაფერია იმ დიდებულებასთან, რასაც თავად ქმნადობის პროცესი გვიცხადებს. გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების ნეტარებაც სწორედ ამ ქმნადობის პროცესის განჭვრეტას გულისხმობს. ამ მართლაც და გრანდიოზულ გამოცხადებას საკმაოდ განვითარებული სამშენველებიც კი შეუძრავს. ამ განცდის შთაგონებებია გოეთეს ფაუსტის პროლოგის შემდეგი სიტყვებიც. განიმსჭვალე ღვთაებრივი სიყვარულით მისდამე. მისდამი რაც არსებობს და კვლავაც იარსებებს. ხოლო წარმავალი ცვალებადი და ბინდიერი აზრის მშვიდ დინებას მიანდე. აქ დედამიწაზე ჩვენი განჭვრეტის საგანია ყოფიერება. იქ კი სულიერ სამყაროში ქმნადობას ვჭვრეთ. შესაძლოა მავანს ასეთი აზრიც დაებადოს. ადამიანი ბოლოს და ბოლოს საკუთარი სხეულის განჭვრეტით ყოფილა დაკავებული. არა, ეს ასე არ გახლავთ. რამე თუ მისი სხეული ქმნადობის პროცესებში ჭეშმარიტად გარე სამყაროს წარმოადგენს და არა საკუთრივ ადამიანის სხეულს. ეს სხეული გახლავთ ღვთაებრივი იდუმალების ქანდაკი. მაშინღა ამოკიაფდება სამშენველში აზრი, თუ რატომ არის ფიზიკური სხეული, რომელსაც მართლაც და ასე უდიერად ექცევა დედამიწაზე ადამიანი, სამყაროსეული იდუმალების ტაძარი. როდესაც ის, რაც ჩვენი გაგებით გარე სამყაროს წარმოადგენდა, შინაგან სამყაროდ იქცევა, ხოლო რაზეც ზე სამყაროს ვუწოდებდით, ისეთნაირად ცხადდება ჩვენს წინაშე, რომ შეგვიძლია ვთქვათ, ეს მე ვარ. სწორედ ეს გახლავთ ის გარე სამყარო, სულიერ სამყაროში რო გარე მოგვიცავს. ადამიანი არ უნდა დააბრკოლოს იმ ფაქტმა, რომ იგი ხედავს მხოლოდ თავის სხეულს, ანუ ხედავს იმას, რაც იმ დროისთვის მისი საკუთარი სხეული უნდა გახდეს. ამ დროს ბუნებრივად მის გვერდით ქმნადობის პროცესში ჩართული სხვა
არსებებიც იმყოფებიან, მაგრამ ეს არაფერია. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ წმინდად მექანიკურ სიმრავლესთან გვაქვს საქმე, რადგანაც ის არსებითი სხვაობა ადამიანთა სხეულებს შორის, რაც შესაძლოა რაიმე ინტერესს წარმოადგენდეს, იკვეთება ცოტა ხნით ადრე ფიზიკურ დაბადებამდე. გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებაში ცალკეული სხეულები ძირითადად მხოლოდ რიცხობრივად განსხვავდებიან და ეს სხვაობა ადამიანის გრძნობაში, პირად შეგრძნებაში გადაიტანება. როგორც ხურბლის ნებისმიერი მარცვალი მოიცავს იმ არსებიც, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ ხორბალზე, როგორც ასეთზე. მსგავსი შეგრძნება გვეუფლება მაშინაც, როდესაც განვიხილავთ საკუთარ სხეულს. ის, რომ ეს სხეული ჩვენი სხეულია, მხოლოდ მომავლისთვისაა მნიშვნელოვანი, რადგან ფიზიკური სხეული ჩვენი მიწიერი სამოსელი. აღნიშნულ მომენტში კი იგი ჩვენს ყურადღებას იპყრობს როგორც სამყაროს უზენაესი დუმანებათა მატარებელი. და ნეტარების შეგრძნებაც ის არის, რომ საკუთარი სხეულიც ისევე განიკვირდება, როგორც სხვა ნებისმიერი ადამიანის სხეული. აქ ჩვენ რიცხვების საიდუმლოს პირისპირ ვდგავართ, რომლის განხილვაც ჩვენს დღევანდელ მიზანს არ წარმოადგენს, მაგრამ მაინც მინდა ერთ თავისებურებაზე მიგითითოთ. სახელდობ, რიცხვი როგორც ასეთი, ანუ მრავლობითი ყოფიერება, სულიერის თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავდება რიცხვის ფიზიკური ცნებისგან. სიმრავლე სულიერ სამყაროში ამავდროულად ერთიანობის შეგრძნებასაც აღწრავს, ერთიანად წარმოგვიდგება. თავისი სხეულებრივი შეგრძნებებით ადამიანი სამყაროსთან ერთიანობაში იმყოფება, ხოლო ის, რასაც ფიზიკურ ცხოვრებაში სამყაროს უწოდებთ, ზე სამყაროებში მეს შეგრძნების სახით იჩენს თავს. მაშასადამე სამყაროს მიწიერი და ზემიწიერი განხილვა სრულიად საპირისპირო აღქმებს აღწრავს. გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის ნათელმხილველისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის მომენტი, როდესაც ადამიანი თავს ანებებს ბოლო მიწიერი ცხოვრების ანალიზს და მზერას ქმნადობის უდიადეს სურათს აპყრობს. ის უძლიერესი შთაბეჭდილება, რომელიც ნათელმხილველს ქმნადობის პროცესის თანამონაწილე სამშვინველის ჭვრეტისას მოიცავს, განპირობებულია იმით, რომ თავად სამშვინველს, რომელიც მთელი ამ პროცესის გამჭოლ გადის, სულის შემძრავი განცდა იუფლებს. თავისი სიძლიერით ამას მხოლოდ ფიზიკური სიკვდილის განცდა თუ შეედრება. როდესაც სამშვინველი ცხოვრებიდან მარადილ ყოფიერებაში გადადის. ამრიგად, იქაც ადგილი აქვს ადრე განვლილი მკვდარი ცხოვრებიდან ქმნადობისკენ, განახლებისკენ შემოbrunებას. ეს მხოლოდ მიახლოებითი განსაზღვრებაა. ნათელმხილველი ჭვრეტს როგორ ისახება სრულიად ახალი ცხოვრება. ამასთან დაკავშირებით საჭიროდ მიმაჩნია ერთხელ კიდევ გადავავლოთ თვალი კაცობრიობის განვითარების პროცესს, კაცობრიობის მიწიერ ევოლუციას. ჯერ კიდევ ეგვიპტურ ქალდეურ ეპოქაში სამშვინველი, რომელიც სამყაროს ჩვეულებისამებრ ფიზიკურ სხეულის გამჭოლ აღიქვამდა, ვარსკვლავებში არა მარტო ფიზიკურ გრძნობად ციურ სხეულებს ხედავდა, არამედ სულიერ არსებებს. ვარსკვლავებთან დაკავშირებულ არსებებსაც ჭრედდა. ეს განცდა აღიძრებოდა სამშვინველში და ამ დროს ადამიანის სამშვინველი სულიერი სამყაროს შთაბეჭდილებებით იყო აღსავსე. ევოლუციის კანონზომიერების თანახმად, ბერძნულ-ლათინურ ეპოქაში ადამიანის სულიერი ხედვის შესაძლებლობა თანდათან ქვეითდებოდა და ფიზიკური თვალი მხოლოდ და მხოლოდ გრძნობად ხილვადის აღქმით იფარგლებოდა. დღეს ჩვენ ისეთ ეპოქაში ცხოვრობთ, როდესაც სამშვინველში თითქმის და მთლიანად ჩაკვდა გარე ფიზიკურ სამყაროში სულიერების განჭვრეტის უნარი. ამჟამად დედამიწა დაშლის კვდომის პროცესს განიცდის და საკმაოდ ინტენსიურად შედის ამ პროცესში. თანამედროვე ადამიანებს მხოლოდ გარე ფიზიკური ხედვა ღაძალუց და სიამაყის გრძნობა ეუფლებათ, თუ კი აფუძნებენ მეცნიერებას, რომელიც ასევე მხოლოდ და მხოლოდ გრძნობიერიდან იღებს სათავეს. ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება. დადგება დრო, როდესაც ადამიანი გრძნობადი სამყაროს აღქმისადმით დაკარგავს ინტერესს და მის ცოდნის წადილსა და ცნობიერებას ქვეგრძნობადი პროცესების სფერო მოიცავს. უკვე შეინიშნება ამ მომენტის მოახლოების ჟამი. ადამიანს ქვეგრძნობადი უფრო ძალუმად იზიდავს. ეს განსაკუთრებით თანამედროვე ფიზიკაში მშხამდება, როდესაც იგი უარყოფს ფერებზე დაკვირვებას.
ფერადოვნების ხარისხის შესწავლას. მისი ინტერესის სფერომ გადაინაცვლა ქვეგრძნობაზე, ანუ ფერებში მიმდინარე ვიბრაციებზე, რხევებზე, ფერში მიმდინარე ქვეპროცესებზე. ხშირად წაიკითხავთ ისეთ აბსურდსაც, რომ ყვითელი ფერი არის რხევის ტალღათა სიგრძის რაღაც განსაზღვრული ოდენობა. როგორც ხედავთ, აქ დაკვირვების პროცესი საკუთრივ ფერის ხარისხიდან გადატანილია იმაზე, რაც ყვითელ ფერს, თუ კი მას რეალურად წარმოვიდგენთ, არ გააჩნია. ფიზიკისა და ფიზიოლოგიის ისეთ წიგნებსაც შეხვდებით, სადაც ხაზგასმით წერია, რომ ამ იერიდან ყურადღება უშუალოდ გრძნობაზე კი არ უნდა იქნა შეჩერებული, არამედ იმაზე, სადაც ეს გრძნობადი რხევებად და რხევათა რიცხვებად იშლება. ადამიანები თანდათან დაკარგავენ გრძნობადი ყოფიერებისადმი ინტერესს და ძალთა მოქმედების რაობაზე გადაიტანენ ყურადღებას. ამის კულტურულ, ისტორიული, ემპირიული დასაბუთება მოცემულია დიუბუა რაიმონის 1972 წლის 14 აგვისტოს მოხსენებაში ბუნების შემეცნების ზღვართა შესახებ. ამის კულტურულ, ისტორიული, ემპირიული დასაბუთება მოცემულია დიუბუა რაიმონის 1972 წლის 14 აგვისტოს მოხსენებაში ბუნების შემეცნების ზღვართა შესახებ. აქ არის ერთი გამოთქმა, რომელიც თავის დროზე ლაპლასმა გამოიყენა. საგანთა ასტრონომიული შემეცნება. ეს ნიშნავს, რომ ის, რაც სინათლის ან ფერთა წარმოების მიღმა არსებობს, უნდა წარმოვიდგინოთ ისე, როგორც ეს ჩვეულებრივ მხოლოდ სამყაროსეულ სურათში ცხადდება. ოდესმე საქმე იქამდეც მივა, რომ თანამედროვე სკოლებში განსწავლულნი საამისოდ უკვე უახლოეს ინკარნაციაში განეწყობიანო, ეს იგი საქმე იქამდეც მივა, რომ ადამიანთა სამშვინველები დაკარგავენ ნამდვილ ინტერესს ფერთა სამყაროსადმი და მხოლოდ ძალისმიერი პირობების ძიებით დაკავდებიან. ადამიანს არავითარი ინტერესი არ შემორჩება ლურჯი თუ წითელი ფერისადმი. მისი ცნობის წადილი რხევათა ტალღის სიგრძე-სიმაღლის დადგენით ამოიწურება. შინაგანი ცხოვრების ასეთ გაპარტახებას თავად ადამიანი მიელტვის და ანთროპოსოფიის დანიშნულებაც სწორედ ის გახლავთ, რომ ყოველ მხრივ წინაღუდგეს ამ მოვლენის ყოველცალკეულ უმნიშვნელო გამოვლენებასაც კი, რადგან ცხოვრებისეული გაპარტახებისთვის მოამაგეს სპეციალურ პედაგოგიკაზე რომ არაფერი ვთქვათ, თვით ცხოვრებაში იკვეთება ერთობსავალალო ტენდენცია. და როდესაც ანთროპოსოფიის და თეოსოფიის მეშვეობით შევეცდებით მივაწოდოთ სამშინველს ის, რაც მას კვლავ გაანაყოფიერებს, რაც განეკუთვნება არა მარტო გრძნობად მაიას, არამედ გარეიფრქვევა როგორც სულიერი, რომლის წყალობითაც სამშვინველი შემდეგ ინკარნაციაში კვლავ შეძლებს ნამდვილ ჭეშმარიტ სამყაროში ცხოვრებას, ეს იქნება გარკვეული კონტრასტი, რომელიც დაუპირისპირდება ჩვეულებრივ ყოფას, თანამედროვე სამყაროს, მისი უსულგლოდ დამოკიდებულებით ფორმების და ფერებისადმი. ჩვენ უნდა ვიხემძღვანელოთ არა მარტო ცნებებით და იდეებით, არამედ სამყაროსეული იდეებით. სამშვინველში კვლავ უნდა გაიღვიძოს უშუალო აღქმამ იმისა, რომ ჩვენი გრძნობადი სფერო არის ის ნიადაგი, საიდანაც სამშვინველში უნდა ამოიზარდოს სულიერებასთან ერთიანი ცოცხალი თანაცხოვრების იმპულსი. ამჟამად კონკრეტულ ინკარნაციაში ყოველ ჩვენგან შეუძლია მიიღოს სულისმეტყველება. ჩვენ მას მშვენიერად აღვიქვამთ და მშვენიერად გადავამუშავებთ. მომავალი ინკარნაციის საფუძველს წარმოადგენს სწორედ ის, რაც ამჟამად მშვენიერად აღიქმება. ანუ გონებით და გრძნობით, მშვენიერს როცა ვამბობ, არ დაგავიწყდეთ, რომ ამას ნიშნავს. როდესაც ადამიანი ამგვარი მონაცემებით გაივლის პერიოდს გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე, მაშინ იგი თავის მომავალ სხეულს თავისივე სამშვენველიდან მიაწვდის რაღაც ისეთს, რაც მის სხეულებრივ ბირთვს სამყაროს სულიერი აღქმისთვის შეამზადებს. თეოსოფიისა და ანთროპოსოფიის გარეშე ეს შეუძლებელია. სხვა შემთხვევაში ადამიანის სხეული ისეთნაირად ჩამოყალიბდება, რომ გარდა ფუჭი არადმაქნისი გარემოებებისა, იგი ვერაფერს ვეღარ იხილავს და შესაძლოა გარესამყაროს აღსაქმელი თვალიც კი დაკარგოს. თუ კი ნათელმხილველურ მზერას გარდაცვლილი ადამიანების სამშვენელთა ცხოვრებისკენ მივმართავთ,
დავწმუნდებით, რომ ის სამშინველები, რომელთაც უკვე დაასრულეს გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების გარკვეული პერიოდი და ამჟამად ქმნადობის პროცესის განჭვრეტით მომავალი არსებობისთვის ემზადებიან, თავად ვეხედავენ იმ სხეულს, თავის საკუთარ სხეულს, რომელიც მომავალ ცხოვრებაში უკვე ვერავითარ პირობებს ვეღარ შეუქმნის მათ სულიერი აღქმისთვის საჭირო მონაცემების გასავითარებლად. რამე თუ ფიზიკურ ცხოვრებაში და ფიზიკურ სხეულში ეს მონაცემები აუცილებლად დაბადებამდე უნდა ჩაინერგოს. ასე რომ უახლოეს მომავალში დაიბადებიან ადამიანები, რომელთაც სულიერი აღქმის განმაპირობებელი არავითარი მონაცემი არ დაჰყვებათ. ეს სურათი ცხადყოფს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თეოსოფიის და ანთროპოსოფიის მისიის გაგება. მართლაც სულის შემძვრელია, როდესაც ჭვრეთ სამშინველს, რომელიც შეჰყურებს თავის მომავალ სხეულს და იძულებულია აღიაროს, რაღაც მაკლია, მაგრამ არ ძალმით შევივსო ეს დანაკლისი, რადგანაც ეს ჩემი წინა ინკარნაციის შედეგია, მისგან გამომდინარე, მასზე დამოკიდებული. თავარი გახლავთ ის თუ რამდენად განწირულია ადამიანი, რა ბედი ეწევა მას, იძულებული იქნება თუ არა იგი სულიერ სამყაროში იხილოს საკუთარი არასრულქმნილი სხეული. და თუ არა ეს ნიშნავს, რომ მან აქ დედამიწაზე ფიზიკურ სხეულში ცხოვრების მანძილზე ყურად უნდა იყოს სულიერი სამყაროს მაუწყებლობა. ის, რასაც სულიერი სამყაროს მაუწყებელნი თავის ამოცანად სახავენ, დაკავშირებულია ცხოვრების იმ ერთიან სურათთან ჩვენს თვალწინ რომ იშლება, მაშინ, როდესაც მიწიერ ცხოვრებას, გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის ცხოვრების პერიოდსაც დავუსართავთ. აქ ცხადდება მომავალი კაცობრიობის ნაყოფიერი მომავლის შესაძლებლობა და ასევე ადამიანის სამშვინველის დეგრადირების წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობაც. მაშინ იბადება გრძნობა, რომელიც იდუმალ კარნახობს, რომ სულის მეცნიერებამ უნდა იარსებოს დედამიწაზე. სულის მეცნიერება არის ის, რაც ადამიანს ასწავლის არა მარტო ცნებებსა და იდეებს, არამედ ცხოვრებასაც უწყალობებს. და ის, რაც ერთ ინკარნაციაში, სამშინველში, სულის მეცნიერული ცნებების და იდეების სახით შემოდის, შემდეგ ინკარნაციაში თვით ცხოვრებად მოგვევლინება, შინაგან მაცოცხლებელ ძალად და ცოცხალი ქმედითი მოღვაწეობის იმპულსად გარდაიქმნება. ვინც საკუთარ თავს სულის მეცნიერული მოძრაობის მოსაგრეთ მიიჩნევს, აუცილებლად უნდა შეიგრძნობდეს სულის მეცნიერებას, როგორც სასიცოცხლო აუცილებლობას. ხოლო რაც შეეხება ზემო აღწერილს, ის მიზნად ისახავს დაამკვიდროს იმპულსი, რომელიც ადამიანთა გულებში სულის მეცნიერებისადმი ენთუზიაზმს აღანდებს.